მოგესალმებით, პატრიცემულო მეგობრებო, დღევანდელი მიმართულება როგორც ყოველთვის, ხო, რა ის სამწუხარო, ეს სასახარო რაღაცას და ვერასოდეს ვერ იქნება, ხო? სხვადასხვა ქონა დადებული პოსტი ახლა, როცა ადამიანი შემოდიხარ და ასეთი სახით უხედავ ნასოს, ხო, საციკულიაციო ტუმბოს, ხო, რომელიც არის პირველ კლასს არა, ხო, მეგობრი მინუს კლასებში ვართ, ხო, უკვე და აი ეგეწოდებული გიდრო გამანაზილებელი, რომელიც სისტემურად ჩაემატა შემდეგ. არსებული ფართი გვაქვს 3 სართული, სადაც მოხდება როგორც ყოველთვის აღორძინება, დაწყებული, ეგეწოდებული წყლის კვანძიდან, ხო, ამასობაში მაგარია, ხო, ეს აქცენტირებულად გაზის ეგეწოდებული ომკანი, წყალმარაგებაზე რატომაც არა, ხო, ეს ყველაფერი გამოიცვლება და აქ იქნება ეგეწოდებული ავტომატიური ჩამკეტი, რედუქტორი შეიძლება და ეგეწოდებული რეცხადი ფილტრი, ამასობაში რომ დავინახოთ. აქ იქნება ეგეწოდებული დამარბილებელი, ვინაიდან ძალიან ხისტი წყალი გვაქვს და ფილტრაცია, ხო, ფილტრაცია პლუს დარბილება, ეს აუცილებელი არის. სისტემაში გვაქვს ეგეწოდებული კიდე კონტური აუზის გათბობის კონტურის საერთოდ არაა პრინციპში ამასობაში ვაგვიდებით, ხო, საერთოდ არაა, ანუ ეგეწოდებული თმომსვლით და ცალკე კონტურით ესეც გაეწყობა და ამასაც ვიხილავთ, ხო, ну, ჩვეულებრივი კლასიკაა, ხო, ეგეწოდებული ორი ქვაბი, ეგეწოდებული რატომაც დალოცვილი ორი ქვაბი, 28 კილოვატიანი, 45 კილოვატიანი საკონდენსაციო, საკონექციო. ჩვეულებრივი მოვლენაა, ხო, რატომაც არა ყოველგარი. ნერვების აშლის და ასე ვთქვათ, ხო, ტვინის დაზავების გარეშე, ბოილერზე პირდაპირ მიმაგრებული, მინიჭებული, ხო, პრიორიტეტის გარეშეც ამზადოს ხელიწყალი და იყოს 28 კილოვატიანი და 45 კილოვატიანი სისტემურად თამასობაში სისტემა კიდევ გამართულად არ იმუშავებს. ვინაიდან ერთადერთი რაც წინამორბედების შემდეგ, ხო, ვინაიდან უკვე თვითონაც ნეტყობა, ხო, კალიგრაფია ბოჩეკი, იმიტომ რომ ეს ასებული, პატვიცემული, ხო, კლინჯი, ჩემენაზე გასვოთ, ხო, ამას მეუძახი კლინს. ხო, თქვენაზე რა ვიცი, რა ქვია, გიდროსტრელკაი, ხო, გიდროსტრელკას ძალიან განიშნულება, ჯერ ესეთი უნდა ვისწავლოთ, ხო, ამას აქცენტებულად მემონტაჟების გეუბნები, დამკვეთები აქ აფრის შუაში არ არიან და ამიტომ ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვითცნობიერებული, ჩამატებული და ამასობაში არაფრის მომცემი არაა, ვინაიდან როცა სისტემა შეზღუდულია, მას უნდა ეს არა, ერთი ამხელა კიდე პრინციპში ნასოსი და ამასობაში ეს არსებული ნასოსი, ხო? აი ვაგვირდებით, ხო? A50 ეს დაბის ამასობაში, ხო, ნიშნავს იმას, რომ 8 კუბი, ვარახევარი 9 კუბი წარმოიდგინეთ, ხო, ვარახევარი 9 კუბი და ამასობაში 3 სართულზე, სადაც მინუს სართულში გვაქვს კიკილა, 7 რადიატორი, მეორე სართულზე იატაკის გათბობა და მესამე სართულზეც 7 რადიატორი არაფერი არ მუშაობს, ხო? ვინაიდან არაფერი არ მუშაობს, ვინაიდან ვერც იმუშავებს, იმიტომ რომ შეზღუდულ სისტემას ნასოსი ვერ შველის და მაგიტო მოხდება არსებული საკვების მთლიანად გადაკეთება, აქედან იქნება აწეული და ამასობაში ჩვენ ახლა პირიქით მოდივართ, ვინაიდან მესამე სართულიდან ახლა და იმასაც ვიხილავთ, არ არის გამიჯნული, როგორც ყოველთვის გამიჯნული თქვენაზე ქვია და დამკვეთებს გეხებათ, ხო, დამკვეთებო, პატივცემულო დამკვეთებო, გაითვალისწინეთ, ხო, როცა გვაქვს 2 სართული, 3 სართული, 4 სართული, ესე იგი თითო სართულიდან 2 მილი მაინც უნდა შემოაღვაინოთ მემონტაჟები. ძალიან ბევრი მეკითხებით ხოლმე, ხო? რანაირად გავითვალისწინო. აი დაინახოთ, რომ საკვებაში შემოვიდა 2 მილი, ამასობაში 2 სართულის ოქონეთ 4 მილი უნდა დაინახოთ. ხვდებით, ხო? ესე იგი ერთი სართული გათბობის კონტურში უნდა ქონდეს 2 მილი. 4 სართული 8 მილი. აი 8 მილს თუ ვერ დაინახოთ საკვებაში, მინიმუმ პრინციპში უნდა მოაფხაინოთ, ხო, მემონტაჟის თავი, ვინაიდან როცა არ იმიჯნება სართულები, შემდეგ უკვე აღორძინება სისტემის ძალიან რთულია, ხო, იმიტომ რომ ჩვენც არა ვართ, ხო, ეგეწოდებული კიოები, რაღაცა სასწაული მოვახდინოთ, მაგრამ არსებულ ფარში 32-იანი მილები, ესეც კლასიკაა, ხო? გიდრო გამანაწილებლების შემდეგ, ამ შემთხვევაში გიდროსტრალკის, გიდროყალინჯის, რა ვიცი, ყლინჯის უფრო პრინციპში შემოდის 40-იანი მილი და 40-იანი მილი მიდივართ 32-ზე, რა აზრია, ხო, რა მნიშვნელობა აქვს აი ამ გადასვლას, იმიტომ რომ არაფერი აზრი არ იქნება, ვინაიდან ქვაბიდან გამოდივართ ეგრეთ წოდებული დიუიმით, ხო? 32-იანი, ხო? 32-იანი როცა გამოდივართ, 32-იანს ვჯერდებით, არაფრის მონცემი არ იქნება, 80-იანზეც, 90-იანზეც რომ გადავიდეთ, ვინაიდან პატივცემულ არსებულ 55 კილოვატიან ქვაბს უკვე შიგთავსი აქვს საცირკულაციო ტურბო 7 მეტრიანი, რომელიც ის ზუსტად იმ 45 კილოვატს მოგცემს. ისმის შეკითხვა, ხო? ეს ამ შემთხვევაში რას იძლევა? ვერაფერს, ვინაიდან ის რასაც იძლევა, ის უნდა გადავანაწილოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში გვეძლევა, ვინაიდან ხარჯები პირველი სართულის, მეორე სართულის და მესამე სართულის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ის არსებული პატივცემულის სიმძლავრე, რასაც ქვია, ნაღდი 45 კილოვატი, ავიღოთ და გავანაწილოთ სამივე სართულზე თერმოსტატიკური მართვით. ამასაც ყველაფერს ვიხილავთ. არსებული ქვაბის გამოყენებაც ამასობაში კი ბატონო, რაგან გვაქვს, ხო, ვინაიდან გვაქვს უпроსტորად გამოყენებადი იქნება, ვინაიდან რომ რაღაცა დაუშავდეს, ხო, ამასობაში როგორც ყოველთვის როდიშავდება, ხო, როცა გვაქვს ახალი წელი, ზუმრები ყავს და ასე შემდეგ. შეგვიძლია 28 კილოვატი უკვე ეგრეთ წოდებული მუშა რეჟიმზე გასულ სისტემას წავახმაროთ და ესე იგი გადართვის საშუალებაც უნდა მივიცეთ. იმიტომ რომ ვინაიდან გვაქვს ერთკონტურიანი ქვაბი, ეს არის სუფთა ერთკონტურიანი, ვინაიდან სამსვიანი კლაპნის, ხო, კლაპნის ეგრეთ წოდებული კლაპნის გარეშე, აქ ვერაფერი ვერ გახორციელდება, ვინაიდან ეს ან რომ მოამზადოს ხელიწყალი და ან
გათბობის სისტემაზე გადაერთოს, მას ეძლევა ის თქვენი ენაზე ნახეთ რა სუფთა ერთკონტურიანი ეს არის ერთკონტურიანი და ის არის ერთკონტურიანი მხოლოდ სისტემური, იმას უკვე ეგრეთ წოდებული პორტი აქვს, ან გათბობა, ან ხელისყრის მომზადება, ეგრეთ წოდებული სენსორი და იმას ქვია ხო, სენსორი NTC ეგრეთ წოდებული დატჩი, რომელთაც ხდება. ამას ქვია პრიორიტეტი ქვია, რომ ქვაბი ხდება, რომ ცხელი პირველში უნდა მომზადოს ბოილერში და შემდეგ გადმოერთოს გათბობის სისტემაზე. ამ პატივცემულს სამსულიანი ეგრეთ წოდებული ხო, ფუგასი კიდე ფუგას უწოდებენ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა სამსულიანი ეგრეთ წოდებული კლაპანი და არსებულ ტვინს აქვს უბრალოდ ის პორტი ხო, ამაში უпростоრად უნდა ეკეოდეს მემონტაჟი და იქ იმპორტზე უნდა დაждდეს ელექტრონულად ამ რაიდან ხელის მომზადებაზე ეგრეთ წოდებული გათბობის სისტემაზეც. ამასობაში არსაჭიროების ვინაიდან გვაქვს 200 ლიტიანი ბოილერი და 200 ლიტიანი ბოილერისთვის 28 კილოვატიანი არის ზუსტად ხო დანიშნული პანაცეა, გამოწერილი პანაცეა. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადაკეთდეს ვინაიდან არსებულია ეს კონტური, გაერთიანებული, რომელიც ამის გადაკეთების შესაბამისად წნევა ეცემა, ესე იგი სადაც გაბდის. საფართოებელი უნდა ინახოს ის სისტემური, რომელსაც დამატებით ეგრეთ წოდებული საფართოებელი ჭირდება და ეგრეთ წოდებული ფეთქებადი. არავითარ შემთხვევაში ხო ეს არის დაცვითი ოფცია კი ბატონო, მაგრამ აი ესეთი სახით როგორც აქაა ხო არ უნდა იყოს ჩაყოფილი კანალიზაციაში, ვინაიდან ამას თქვენ ვერასოდეს ვერ დაინახავთ. ამასობაში თქვენი აი პატივცემული ქვაბის ხარჯი ხო არის ბიუჯეტი გასწორებული ზუსტად როგორც მე ვიზახი ხოლმე ხო აი ტრუბაში. ვინაიდან ის უნდა დაინახოთ, ეს უნდა იყოს გაჭვალი კოლბაში და იქ წყალი თუ დაინახეთ, ესე იგი ჯერ ესეთი არა აქვს ხო ის დაცვითი ამასობაში ოფცია რასაც ქვია უკვე საფართოებელი აუზი, ეს არის სისტემური, ასეთივე პატივცემული. აი აღიბეჭდება აი მონაკვეს, ვინაიდან მქონდეს სერვისმენს, ხო, სერვისმენს კი ბატონო, სხვაებს უნდა ვიფიქროთ რომ მქონდეს доступი ქვაბის მომსახურების შესაბამისად. როცა ამის ეს სიტუაცია ეს საჭიროება უბრალოდ მოითხოვს. ამის საჭიროება უბრალოდ კი ბატონო საჭიროება მოითხოვს, ხო, სერვისი აუცილებელია ქვაბისთვის, ამიტომ საფართოებელი და ის ეგრეთ წოდებული უკვე სტატუსით, ვინაიდან რედუქტორი გვექნება, ხო, წყლის სისტემაში და იქნება ფიქსირებული ეგრეთ წოდებული ჭავლი და იმის შესაბამისად რეგულირდება ზუსტად ის საფართოებელი, რაც უშუალოდ მონტაჟდება ეგრეთ წოდებულ ბოილერზე, ხელისყრის მომზადებაზე. ქვაბებს კი ბატონო კიდე შეთავაზე აუცილებლად მე დამკვეთს ესენი არასოდეს არ მოვიწყდება სტაბილიზატორი ერთი, სტაბილიზატორი ორი, ვინაიდან განსაკუთრებულად არისტონის ქვაბებს ეს არა მარტო არისტონის ქვაბებს ჭირდება სტაბილური დენის მიწოდება, ეს არის აუცილებელი ოფცია ქვაბისთვის. არსებულ მიმართულებას კი ბატონო ვიხილავთ, ვინაიდან აქ გვექნება ესე იგი კონტურები გამიჯნული, ეს არის აუზის კონტური პლუს გათბობის კონტური. ეს უკვე ნიშნავს ჩემი ენაზე და თქვენი ენაზე ორი კონტური და ამასობაში კიდე ჩაემატება მზის კოლექტორები. მზის კოლექტორები როცა ადამიანს უსინდა, ადამიანი რაციონალურად უყურებს მიმართულებას, რასაც ქვია პრინციპში ლოგიკა, ხოლო იქ რა მოსამსჯელობს ადამიანი, ამაში ყოველთვის მომყვები ან დამკვეთები რავის ეთყობა შესაბამისად ხსნი, ვინაიდან ეს არის სწორე ინვესტიცია. ნუ როგორც ყოველთვის ხო საქვაბიდან ვიწყებთ და მე ბოლოს საქვაბისაც ვიხილავთ. ამასობაში უკვე სისტემურად მიყვებით და ნელ-ნელა გავყვებით ახლა სართულებსაც ავხილავთ. ამ სართულებშიც რა ხდება და რო ხდება, ამასაც ვიხილავთ. პატივცემული ზუსტად ეს ელექტრონული ეგრეთ წოდებული ამორთული, რომელიც Wi-Fi პორტით დაუკავშირდება სენსორებს, რომელიც დაიდება სვეტწეტილებზე და იმ შემთხვევის შესაბამისად, როცა მოითხოვს ხო, წყლის სენსორი აღიქვას, დაიკეტება და მოგივას შეტყობინება. რეცხვადი ფილტრი. აი ეს ხო პატივცემული ყველაფერი მომზადებულია. ტემპერატურის მომზადება აი -1 სართულში ვიმყოფებით. -1 სართული ნიშნავს, რომ ცოკოლშია, ესე იგი დანაკარგი არ გვაქვს. ამასობაში ყველა რადიატორზე იქნება თერმოსტატიკური მართვა, ვინაიდან ყველაზე აი ეს ცხელი ზონა, ცხელი სექტორი გვაქვს ზუსტად -1 სართული. აი რადიატორებზე ხო გვაქვს ერთი რადიატორი, ორი რადიატორი, რომელიც მოდი ახლა აქ ხო თუნდაც ასეთ ამიში არა, ჩვეულებრივ ამიში, როცა გარეთ მინუს ტემპერატურაც იქნება, ყოველთვის იქნება გადამეტებული, ვინაიდან დანაკარგები არის მინიმალური და მაგიტომაა საჭირო ჯერ ესეთი თერმოსტატიკური მართვა კონტურებში ეს შემეკითხენ ხო რაღაც კითხვები რო ვიბადება ხოლმე. ოთახის თერმოსტატი არაფრის მომცემი არაა, ტემპერატურის მომზადება სხვა არის, ის რაც უნდა შეუშვათ მილში და ოთახის თერმოსტატი მხოლოდ არეგულირებს და აკონტროლებს სივრცეში ტემპერატურას და ამასობაში უჭირდება კონტურებში. ამასობაში აი ამასაც ვიხილავთ მე ხო, ეს არის მთლიანი შეშვება უკვე ფიქსირებული ერთი ტემპერატურის და ესეც ქონა დადებული სურათების სახით თერმოსტატიკური სამსვლიანი შერევა, სადაც რადიატორებზე, ყველა რადიატორზე ყენდება ეგრეთ წოდებული თერმოსტატიკური თავაკი, მაგრამ ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე მართლა იატაკის გათბობისთვის. ეგრეთ წოდებული TSG თავაკები ქვია. ამასობაში მქონდა ამას ხო დადებული და ეს არა ჩვეულებრივი ეგრეთ წოდებული თავაკები. მაგარი მოგონებაა ხო, ვინაიდან ჯერ ესეთი გამტარებობაში არა აქვს შეზღუდვა და ფიქსირებული ტემპერატურის საქმის შესაბამისად იკეტება უშუალოდ აი კონტური და ამასობაში გადაციას ვაკვირდებით ხო 20-დან იწყება 20, 25, 30, 35, 40 და 60-მდე დადის. ამასობაში შეგვიძლია ჩვენ ინდივიდუალურად კონტურებში გავუშვათ მომზადებული ტემპერატურა ხარჯმზომებით, რომ დავინახოთ ყველა
კონტური მუშაობს თუ არა, ჯერ ესეთი კომფორტია და შემდეგ ყველა კონტურს ჭირდება თავისი ხარჯი. და რა თქმა უნდა, სიხშირული ტუმბო ყველგან. ვინაიდან სიხშირული ტუმბოთ მოყვანა ჯერ ესეთი ეკონომია თქვენი და შემდეგ უკვე კონტურების გასწორება. ძალიან ბევრი ოფცია აქვს ამ პატივცემულ სიხშირულ ეგრეთ წოდებულ ტუმბოებს, ამიტომ სამივე სართულზე გვექნება გამიჯნული ეგრეთ წოდებული სიხშირული ტუმბოები. აი ეს არის ზუსტად ამ პატივცემული სართულის, მინუს სართულის, ეს იქნება მეორე სართულის იატაკის გათხოვის და მესამე სართულზეც ვიხილავთ. იქ არაფერი შერევა არ განხორციელდება, ვინაიდან ისედაც გვაქვს დეფიციტი. სამწუხარო რეალობა, მაგრამ აქ ჯერ ესეთი დიდი სამწუხარო რეალობა არა გვაქვს, ვინაიდან აქ მოგვიცა საშუალება მინიმალურად, მაგრამ ხაი, ხო, მომავალ დამკვეთრებსაც გეხებათ, ხო? ძალიან გათვისებობა უნდა გქონოთ იმისა, რომ დაზოგვა იმაში, რასაც არ მოითხოვს და რაციონალურიც არაა და ვერც იქნება, აი ესეთი სახით უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ, რა ვიცი, სასახარულო არა, ვინაიდან აი ესეთი სახით მე მოგიწევეთ, ხო? აი ეს ნგრევები, ამასობაში სკოლეტორებიც უნდა ამოვარდეს და იმის საშუალება, რომ მილები უკვე ჩაბარდა ისტორია, ზუსტად კიდე აქ მოგვიცა იმის საშუალება, რომ ვერტიკალი გვაქვს, კიდე კაი, ხო, ეგეც წოდებული უკვე გორებში არის მოქცეულია მთლიანად არის მესამე სართულზე და მოგვიცა იმის საშუალება, რომ სისტემა ავაღორძინოთ, ხო, ამოვასწოროთ, ხო, დარს ვერ გავაცოცხლოთ, მაგრამ აღორძინება კი შესაძლებელია, ვინაიდან აი ეს ხო 2 მილი, თუნდაც 2 მილი, მაგრამ ამასობაში უმეტეს შემთხვევაში ბეტონშია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი სართული 2 მილი, ესე იგი სამი სართული 6 მილი უნდა ყოფილიყო შესული გათბობის კონტროლის გულისხმობ არა და არა ცივი და რეცირკულაცია. ის სხვა სტიქია გათბობის სისტემაში, ესე იგი ერთი სართული 2 მილი შევიდა საქვაბეში. სამი სართული 6 მილი, 4 სართული ვენფაში გაგოთ კი ბატონო 8 მილი და ასე შემდეგ, ხო? აი მაშინ გიქნება თუ კი როგორც ჩვენ ნაზე იტყვიან ბედნიერება. აი აქ ჩამოტაჟდება ის ზუსტად ის კოლექტორები შემრევით, ვინაიდან მინუს სართულზეც მით უმეტეს როცა რადიატორები კიდე ჯანსაღად შერჩეული, თერმოსტატიკური მართვით, ესე იგი ცვალებადი ხარჯი გვექნება, სიხშირული ტუმბო და ფიქსირებული ტემპერატურა. პატივცემულებო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინაიდან გადამეტებული ტემპერატურა ეს თქვენი ხარჯია, ვინაიდან ქვაბი ვერ ხდება, ხო? ამ რადიატორს ჭირდება თუ აჭირდება და ის გზნობს ტემპერატურის ეგრეთ წოდებულ სხვაობას პადაშა და ამრატკას შორის. და როცა დავაყენებთ ჩვენ თერმოსტატიკულს ამასობაში ყველა რადიატორზე იქნება თერმოსტატიკული თავაკები, ჯერ ესეთი სიხშირული ტუმბო იმ სტატუსით ჩამოწეს, რასაც მას ჭირდება ფიქსირებული ეგრეთ წოდებული ხარჯი, ეს თქვენი ეკონომია არის. არ მიიღეთ ხმოვანობას, ხო? დაბალანსება ჭირდება მხოლოდ ერთადერთი პრინციპში და მაგიტომაც ხმოვანობას არ მიიღეთ და ეკონომიას. გაითიშა სართული, გაითიშა ტუმბოც. ტუმბო რომ სიწიალო სიხშირული ტუმბოა და მაგს ის საშუალება ოფცია აქვს, რომ ის პირობითად წირო და უკეთო საერთოდ თონგანი არ დაიწევა. ამიტომ ესეთი სახით, ხო, კუხის დემონტაჟი და ეხლა მეორე სართულზე სავალთ დავიხილავთ. იქაც დემონტაჟი და მესამე სართულზე ყველაზე კრიტიკული რაღაცაა, იმასაც ავაღორძინეთ. აი ეს ის მეორე სართულის, ხო, აი ზუსტად პირველი სართულიდან წეგა მინუს სართულიდან უფრო სწორად რაც გაჩვენეთ, აი ზუსტად ეს ეგრეთ წოდებული შახტა, კიდე კაი, რომ ესეთი საშუალება პრინციპში მოგვეცა, ხო? რატომაც არა, კიდე კაი. ამასობაში ეს ეგრეთ წოდებული ვერტიკალები აი ეს 2 მილია, ხო? ბანაჩა აბრატკა. აი ესეთი სახით ახლა მეორე სართულზე. აი შედის ვერტიკალში, აი ეს ჩაბარდება ისტორიას ვინაიდან ახლა ამის გამოსვლის საშუალება აღარ გვეძლება გარდა ერთის ნგრევისა. მაგრამ გვეძლება კორექტირების საშუალება. მაგრამ აი ესეთი დემონტაჟი, ხო, მაინც გარდაუვალი არის ვინაიდან, ხო, რა ვიცი, სასახარულოში არაფერია. აი ეს მეორე სართულის, ხო, ფაქტობრივად პირველი მინუს სართული და უბრალოდ პირველი სართულის იატაკის გათხოვის შემრევი კვანძი, ხო, ამასობაში აი ამას გადაეჩვით. დემონტაჟებს გიხებათ, არაფერს მომცემი არაა. ღირს ერთი კოლექტორის ფასს ამასობაში წარმოდგენას არ აქვს რანაირად მუშაობს, ხო? ამიტომაც, ხო, მით უმეტეს როცა არის გაერთიანებული, ხო, არცა გამიჯნული და ერთ ვერტიკალზე პადაჩა და ამრატკაზე ამასობაში ის მავნეობა არის სისტემაში. ამიტომ ეს პატივცემული გამოიწვია და მით უმეტეს აი ეს ხო პატივცემული ეგრეთ წოდებული უტვინო ამასოს ახიმე ვინაიდან ჩაენაცვლება მთლიანად ეს თავის წეგარას გაჩვენეთ მე ეგრეთ წოდებული TSG თავაკებით რომ გავაკონტროლოთ უშუალოდ ნებისმიერი სივრცე ეს აუცილებელია ვინაიდან გვაქვს დეფიციტში აი აკვანაში არა გვაქვს დეფიციტში მაგრამ ამასობაში არც კორიდორში მაგრამ აი დეფიციტში გვაქვს აი ეს სივრცე განსაკუთრებულად იმიტომ რომ პატივცემულმა წინამორბედმა მემონტაჟებმა ხო რატომღაც როცა აი ესეთი შესვლა არის ვიტრაჟებში. არა, ხო, იქ იატაკის გათბობაა აქ ამასობაში, მაგრამ ეს იატაკის გათბობა ყველგან ამასობაში არც ადარაა შესული. აქ ესეთი ზონაა, ხო? ამასობაში თქვენ აზროვაგიხსნათ აი ეს ზუსტად ეს კედელი ხელი რო შევყოთ, აქ უკვე ცემბირია, ანუ ვიტრიზიტელი ეს მხარე არის, აქაც სიტყვა გვაქვს. ასეც იქნება, ვინაიდან კონტური ყოველ XO-ება, ხო, ამასობაში აი ეს რო ვიზახით ხოლმე, ხო? ჩაყრა, იატაკის გათბობის ჩაყრა არა, მონტაჟი უნდა იცოდეთ. ამიტომ პირველი აუცილებლად ცივი ზონის მოსწონა, შემდეგ უკვე შიგნით ამ მხარეზე, კი ბატონო, როგორც გინდათ, გინაკიბე, გინაკიწოდებული ულიტკა. აი სექტორი გავაკონტროლო მე და ტემპერატურა გამოუშვა, ხო? ამას ქვია სექტორის გაკონტროლება და არა იქ პასუხი არის ამაზე და თერმოსტატი შემდეგ აქტუალური, მაგრამ როცა ამაზე ტაფაზე იქნებით, ხა, წარმოიდგინეთ, ხო, ტაფაზე ვდგავართ, მაგრამ თერმოსტატს ველოდებით. სალამის თერმოსტატი გაითიშება, ამასობაში ფეხები დაგვიწვევა.
ხდებით ხო, აი ეს გეხროთ თუ ნაგისად მას. ამიტომ ფიქსირებული ტემპერატურა, რო აი ზუსტად ის დეფიციტი მოიხსნას ის ვიტრაჟედაც გვჭირდება ჩვენ, გავუშვათ პირობითად აქ 40-45 თუნდაც 50 გრადუსი ვინაიდან ეს უკვე აუცილებელი მოთხოვნილებაა, იქ არაა ჩახსოვილი და ჩაბარდა ისტორიას და ვერც ვერაფერი ჩამოტარდება, ვერც რადიატორი, ვერც კონვექტორი და ვერც ერაფერი. ამასობაში კორიდორში შესაბამისად გვაქვს. იქ გავუშვებთ 30-35 და კუხნაში. კი ბატონო, იქაც გადამეტებულია და იქაც გავუშვებთ 25-30 გრადუსი. სადივართ ხა მესამე სართულზე. აი, ავედით მესამე სართულზე, აქ უკვე მესამე სართულიდან დავიწყეთ, ხო? ჩავდივართ ქვემოთ, როგორც ყოველთვის. როცა ვიზარ ხოლმე, სულ ზემოთ, ამასობაში სულ ქვემოთ. აი, ეს პატივცემული აუზის ეგერაა, რომლის მოთმინიერებას მე ჩვენ საომაურო გეგმა იქნება. აი, კიდევ ერთი უხეში შეცდომა, ხო? ვიტრაჟებში ამოსული, როცა სიმაღლე ეცემა, ამ შემთხვევაში პირიქით მუშაობს კონვექცია. აქ კონვექცია უფრო სწორად არა ვინაიდან მეორე სართულზე გვაქვს იატაკის გათბობა, რადიატორები გვაქვს მინუს სართულზე და იქიდან წამოსული ზუსტად ის სითბო უკვე ფაქტიურად ძალიან დიდი სიმაღლეა და ამასობაში უპირატესობაში არის აქედან დაცემა ქვემოთ, ანუ ცივი ჩადის ქვემოთ. ამასობაში ცხელს უნდა წამოიღო ზემოთ. ვინაიდან მე ყველაზე დიდი დეფიციტში ამასობაში ამხელა ვიტრაჟებია, ხო? წარმოიდგინეთ პირველი სართულიდან, ანუ ეზოსხიდან პირი მთლიანად მესამე სართულამდე. და რაც უნდა ყოფილიყო მინიმალური, ხო? ან რა თქმა უნდა, იატაკის გათბობა იქნებოდა მშვენიერი, მაგრამ თუნდაც იატაკის გათბობა მესამე სართულის შემთხვევაში თუნდაც კი ბატონო მაგარი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინიმუმი რადიატორი. ხო? ოთახებში ძალიან პატარა მინიატიური რადიატორებია და ამ რადიატორებს რა აღორძინდება სისტემა, ამასაც ვიხილავთ. მაქსიმალურად რის საშუალებას მომეცემათ, წარმოიდგინეთ, ხო? არ მომუშავე. ვერ მომუშავე სისტემაში. ამასობაში კიდე არ ტრაბახობთ და დავამატებთ რადიატორებს, ხო? ამასობაში კიდე რადიატორები დაემატება, სექციები დაემატება უფრო სწორად. რომ მივიღოთ ფაქტიური, ხო? ის დანაკარგი დაბალ ტემპერატურაზე, ვინაიდან გამავალი კუთხე, ვიტრაჟი, გამავალი კუთხე, სახურავი, რაც უნდა იყოს ახლა იქ ფიზიკურად კარგად, ხო? დათუნებული მაინც მიზერულად იკარგება, ხო? დანაკარგებზე ვართ ყოველთვის დამოკიდებული და მაგითო. ყველაზე უხეში შეცდომა მესამე სართულისთვის ის არა, რომ აი გამავალი კორიდორია, ხო? ნახეთ, კარები ერთი და კარები ორი, აი ზონაში რომ გახარ ხო სიცივეში. რა თქმა უნდა, დანაკარგები და დანაკარგებზე აი ეს ცივი ზონა ყოველთვის გვექნება, ხო? რა იქნებოდა ხა, ხო? იატაკის გათბობა კი ბატონო. ზედ გამოჭირი პანაცეა იყო, მაგრამ ამასობაში ხარ აგვიშულება, ხო? ერთი რადიატორი ამასობაში კიდე ჯერ მიურებ. სისტემა არ მუშაობს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კიდე ერთი რადიატორი დაემატება აი აქ პატივცემულ კორიდორში, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ზუსტად ეს ფანჯრის მოსად ვიტრაჟის დანაკარგი ერთი და ვიტრაჟის დანაკარგი მეორე მოიხსნას, ვინაიდან მომიჯნავეა ხო კორიდორი და კარგია კიდე კაი, იმიტომ რომ ეს კედელიც სივრცეში არის, ანუ სივრცის შუაში იმყოფება კორიდორი. ეს ყველაზე კაი მიმართულება არის და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ზუსტად ეს დანაკარგები მოიხსნას, ხო? აი ამ სექტორში. ყველაზე კაი რა თქმა უნდა იქნებოდა ერთ სალი აქ, ხო? მაგრამ ის დაჭერა ხა წარმოიდგინეთ, ხო? მაგისტრალები უნდა დავიჭიროთ მომავალი რადიატორებზე. ხო? ამასობაში და იმაზე კიდე ერთი რადიატორი დაждდეს ან აქ. ან თუნდაც აქ, ვინაიდან აი ეს დანაკარგები აი ამ სივრცეში რაცა ორი ვიტრაჟის შესაბამისად მოიხსნას. ამის საშუალებას მოგვეცემა. აი ამ ოთახისთვის, საძიმებლისთვის უფრო სწორად, აი ხო? ფაქტიურად ხო, მყინვარებას იქნება, იმიტომ რომ მინიატიური რადიატორი, ხო, ამასობაში მესამე სართული, კუთხე გამავალი, ორი ვიტრაჟი, ერთი, ორი და კიდე ჯერ მეორე სახურავი. და ესეთი ხო სათამაშო რადიატორი. და ემატება მაქსიმალურად კიდე ერთი 5 სექცია, ჯანსაღი რადიატორი გამოგივა, რატომაც არა და ამუშავდება კიდე ჯერ მეორე. აუმუშავ სისტემაზე ის დამატებული რადიატორის იმუშავებს ჩვენთან. უნდა ვიცოდეთ როგორ და აგერ შემოდივართ, ხო, ნახეთ, აი ხელა საძინებელი არის, წარმოიდგინეთ ახლა, ხო, და ამ ხელა ვიტრაჟი, ამასობაში გამავალი კედელი კიდე ესეც და ის ხო, ეს კედელის გამავალია, ვიტრაჟი გამავალი, კედელი გამავალი და ეს სათამაშო რადიატორი კიდე, ხო, აქ ფაქტიურად რაღაც 20 კვადრატი არის, ხო, სათამაშო. ამასობაში აქაც, ხო, ერთი რაც კიდე დაემატება, ის გამოვა 20 სექცია, ამასობაში თუნდაც გვერდითა დაერთებით და რადიატორი იმუშავებს ჯანსაღად, აი ესეთი ჯანსაღად, ხო, მუშტით, ხო, ნაჩვენებში. და აღორძინდება სისტემა. თერმოსტატიკული, მესამე სართულიდან დავიწყეთ დღეს პროცესი, თერმოსტატიკული რადიალურები, ამასობაში სადაც გვეძლევა საშუალება რადიალურებს უკვე ბოლო პროექტებს სხვადასხვა ზამშიდად ვიყენებ და მშვენიერია, ხო, წინ გამოსვლა არა აქვს და იმეორებს ეგრეთ წოდებულ რადიატორის სილუეტს, ხო? მშვენიერი არაა გამოწეული და ფაქტიურად ტემპერატურას როცა არის მოშორებული რადიატორიდან ჯანსაღ ტემპერატურის მოხსნა ზუსტი ნიშნული აქვს და მაგიტომაც. ყველგან, ხო, აი დღევანდელი პროცესი მესამე სართული გადაიკეტა და მოგვეცა იმის საშუალება, რომ აი აქაც რადიალური ჩაეტია მშვენიერი კუთხეში, სულთა მოხსნა იქნება ტემპერატურის, ამასობაში წარმოიდგინეთ, ხო? არ მუშაობს სისტემა რადიატორებს ვამატებთ და ამასობაში კიდე თერმოსტატიკული თავაგებით. მაგარია. რაღაცა მეზღაპრეები ვართ ხოლმე, ხო? რაღაცა მეზღაპრე ვართ ყომეს. არა ბატონო, რასაც ვიზახი იმას ვაკეთებ.
დიდი საძინებელი, ყველას დიდი საძინებელი. აი ეს პატივცემულია და ახაც კიდე კაი რომ ხო, ეს ცალი რადიატორი არაა ჩაკვეტებული. აქ დამატებები არ დაგჭირდება ვინაიდან 1 + 1. და ახაც რადიალური თერმოსტატიკური მართვით, ხო? გვერდთა დაერთებით. ეგეც არაფერი. რადიატორის ფაქტიური მხარე, ამას რაღაც ბევრი შეკითხვები ისე ხოლმე. ხო, კი ბატონო, ხო, 100%-იანი არის დიაგონალი, მაგრამ თუ კი ვიცით რანაირად ხარჯი და მასობაში ცოდნა საჭირდება, ხო, ხარჯი თუ არ მოეწოდა რადიატორს, გინა გვერდულად დაერთეთ, გინა დიაგონალზე ის არ იმუშავებს. ვინაიდან რადიატორი, ხო, პირობითად გამოთვლებში, გლეხური გამოთვლებით ეს არის 50 ლიტრა, 1 კილოვატი. ამასობაში თუ გინდა რომ ესეთი ჯანსაღი რადიატორი და ამასობაში 20 სექციანის ვამუშაოთ, იმას უკვე 50 ლიტრა ვერაფერი ვერ მოგართვით, ხო? იმას უკვე ჭირდება 150, 250, 300 ლიტრა. ამასობაში გვერდითა დაერთებით, ესე გიჭირდება ნაპორი, ძალიან ბევრი ნიუანსი არის. და ამ ნიუანსებზე არის ყველაფერი აწყობილი. და ეს ნიუანსები უნდა ვიცოდეთ. ყველაზე დიდი უტვინობა, ხო? წინამორბედების კიდე ისაა, რომ ამასობაში ადამიანი როცა აკეთებს და სადაა შეტენილი ნახეთ ახლა, ხო? შეტენილი სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით კოლექტორები, ხო? ამასობაში ან მოხსნა, ან რაღაცა ხო დემონტაჟი, ამ შემთხვევაში გჭირდება დემონტაჟი და მონტაჟი. ელო, აი ესეთი წვალებით, აი გულა, მოდიში ჩაიყუდო, დაბდი 90 გრადუსზე, ხო? გლეხურად როქვია რაკამ. ნუ და ამასობაში აი ეს ფიქცია, ხო? ყველაფერი უნდა ამოიჭრას. ჯერ ესეთი მინაბოჭკოვანი კიდე დაემასწოროთ და რა ვიცი, უკვე ჩაიბეჭდეთ ტვინებში. არა. რატობის სისტემაში მინაბოჭკოვანი მილი არა. ხოლოს ეგრეთ წოდებული არმილებით, ალუმინის შრით, ვინაიდან სუნთქავს, რა ვიცი, ყვივარ და თუ გესმით, კაია, თუ არა და აი არსებულ პროექტში და არსებული დამკვეთის დაწმენდა იმაში, რომ რას გამოიწვევს, იმიტომ რომ აი იქიდან რომ მოიქცა, იყო შლამი. შლამი, სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით, შლამი, ტალახი. ამას ქვია ტალახი, შლამი წარმოიქმნება ჟანგიანობა. ამასობაში აი კაც უნდა მოიცვალოს კოლექტორები და აი გავართვით თავი ჯეჯერობით, ხო, ეგ წოდებული პადაშა დავსვით და ესენი პრეს გადაბებით, ახლა წარმოიდგინეთ, ხო, ესე აჩხაბაჩხა როცაა ესე ჩამონტაჟებული. სვანარი გამოსავალი ვერც გვეძლევა. უნდა ამოვკაჩოთ, კი ბატონო, მოვწიოთ მაქსიმალურად მარცხნივ და ისინი უნდა დაგრძელდეს 4 კონტური არის ჯერ ესეთი მოკლე და ვერ დაждდება კოლექტორებზე. პრეს გადაბებით მოიწევა აქეთ და არსებული საცირკულაციო ტუმოსიშული აქეთ ჩამონტაჟდება. რა დაშავდებოდა, ხო? ამასობას ცოტა ტვინის რო გამოძრავებინა, თუნდაც ის მოპირკეთებაზე ვიცი ხო აქ ჩართული რომ ეს ყოფილიყო იხსნება 20 საუკუნეში, ხო? ეს ყველაფერი აი ეს დიდი ეგეთ წოდებული პრინციპში კარებით მოიხსნებოდა რომ ჩვენ გვეძლეოდა საშუალება უკვე ჩვენებრივი დოსტოპის. ამასობაში რა დაეყუდო აი ესე რაკამ, ხო? რაკამ კი ბატონო, რა ვიცი, ასია და რაკამ დაეყუდო და აი ესე წვალება არის ზუსტად. რა ვქრათ? ჩვენი შრომაც წვალება არის. საშრობის ჩაენაცვლა, ჯანსაღი საშრობი, ხო? კიდე ჯერ მეორე სისტემა არ მუშაობს, ჩვენ ვამატებთ. არა ამუშავდება, ნეტარ ანაირად ნეტარ როგორ, ხო? ამას ვიხილავთ ყველაფერს ბოლოს. აი ესეთი სათამაშო რადიატორები, უბრალოდ საშუალები. საშუალები ისე სათამაშოა, ხა წარმოიდგინეთ, აი ეს, ხო, გაერთიანებული თუნდაც ორივე არის, ეს არის 1+1, ეს არის მაქსიმუმ 200 ვატი. ამასობაში ერთი სექცია რადიატორის არის 150, 170 ვატი. ხო? წარმოიდგინეთ. ესეთი სახით, ხო? აი მომზადებული უკვე ეგრეთ წოდებული პექსმილი, ხო, ეგრეთ წოდებული პრეს აპარატი, პრეს გადაბმები და ვიცხებთ მესამე სათულიდან ჩავდივართ ნელა ქვემოთ და ამას ყველაფერსაც აი ესეთი ჩვენი რაკურსებით ამედის ჩვენსკენ არის ყველაფერს ვიხილავთ. მარლიზონის ბალეტის მეორე სერია. რეალობა, აი ესეთი. არსებული მიმართულებაში ყველაზე საფაფურტო როგორც ყოველთვის ხა წარმოიდგინეთ, ხო? ამხელე თუმოში არის ცნება. როგორც იყო ასახული და მაინც გავართვით თავი. პირველად მეორადი წრე, ანუ მესამე სტატუსი უკვე თავის პატივცემული. შერევის გარეშე ვინაიდან აქ მხოლოდ გვაქვს რადიატორები და ისედაც დეფიციტი არაა, მაგრამ დამატების ზღვარზე ტემპერატურის ის რეჟიმი, რა რეჟიმზეც სისტემა იმუშავებს გვაწყობს, მიღებული არის. კოლექტორები ამოიცვალა, რა თქმა უნდა, ჩასვლაზე ყველაზე მაღალ წერტილზე ვარ. არ გავიწყდება ეგრეთ წოდებული ავტომატური ხარისხგამშვები, დაემატა არსებულ სისტემას რეცირკულაცია და ამას ყველაფერს ასეთ მონაკვეთში გავართვით თავი. ასე გეწოდებული უკვე რეზერვა დაემატება და ჩავაქვემოთ 220 კვება, სეშორი ნასოსი. ასეთი სახით. მუსიკის გარეშე არაფერი არ არის, ხო? ეხლა ობრძანდება უკვე გზაში არის. და ამასაც ვიხილავთ, ეს პატივცემული რადიატორი. ამის როგორც აისახა, ძალიან პატარაა. აქ ჩაემატება Global VIP 15 სექცია, ეს პატივცემული გამოინაცვლეს. აი აქ არ დავგემატება, ეს უბრალოდ ამ პატივცემულზე 6 სექცია. ხო? გვასწავს, ხო? არაფერი არ მუშაობს, მაგრამ ვამატებთ. ნეტარ ანაირად. და 4 სექცია პატივცემულზე აი აღწავა. იქ მეტი ვერ ჩაგვეტევა. გაჯანსაღებული, ხო? თავისი ტემპერატურულ რეჟიმზე
ეგრეთ წოდებული ნაპორზე, რაც მოხსენს ზუსტად იმ ხარჯს, რაც საჭირო არის არსებული მესამე სართულისთვის. გარდა ერთისა, ახაც კიდე ერთი რადიატორი დავამატოთ, თქვენ გამოვიდნენ 16 მილზე, ჩვეუბრად შეგვიძლია მას სჭირდება ხარჯი. ამიტომ ორი რადიატორი 16 მილზე მოსულია. ესეთი სახით მუსიკებშიც ვართ. აუცილებელია მუსიკების გარეშე აფიერ ხორციელდება. დღევანდელი პროცესი არის მეორე სართული. მესამე სართული მოვითავეთ. შეიძლება ფაქტიურად თითქოს ეს პატივცემული კიდევ ერთხელ ხო? კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ გაითვალისწინეთ. ჩემო პატივცემულებო აი ესეთი სახით ხო? აჯერ გაზომეთ და ერთჯერ გაჭერითო. აი ახაც ყველაფერი უნდა გადაკეთდეთ. ესე გარდა ერთისა რომ იატაკში ის ორი ცალიმილი ამ კედლის იქით მომიჯნავი არის, ძველი ზერთელი ვახსოვს ხო? იატაკის გათხოვა გაქვს თუნდაც მეორე სართულზე, რადიატორების გარეშე. აი ესე თი პროცესებით რა არის დავით რა? ცენზი. მოდაშია ჯერ კიდე? თხევადი სადაა? გადავაგდე? თხევადი მოდაში აღარ არის. დავით იმას არ ახმარობს ეზიზღება და მაგიტომ სწორედაა. ძენზე პლუს პასტა გლეხური. მაგრამ 100%-იანი. აი არსებული მიმართულებაშიც ხო? რა ვიცი, შკაფი როცა შეიდგება მასობაში და ჩაბეჭდილი არის და ჩაბარდა ისტორიას, მაგრამ მაინც გავართვით თავი. ეგრეთ წოდებული პრეს გადამემით, იმიტომ რომ დაგრძელება ხორციელდება, იატაკის გათხოვის კონტურები არის და ვიხილავთ აქ პატივცემულში. ისე როგორც საჭიროა ხო ყოველგვარი ეს რაღაცა გამზადებული შოკედულობ და წარმოდგენა რა გვაქვს ხო უმეტესობას ამასობაში და ესეთი სახითაც მე უწევს ხო რა ქასაბა ხო ეგრეთ წოდებულმა კაფელშიკმა გარდა იმისა რომ ამოჭრა ეგრე და ის ეგრეთ წოდებული ბოიპასე ესე კედელში ამასობაში რა ვიცი ხო ასეთი სახით ცოტა უხეხულიც კი არის მაგრამ ამასობაში ამ მიმართულებაში დღევანდელი სტატუსი იქნება ეგრეთ წოდებული შემრევი TSG თავაკებით TSG თავაკებს კიდევ ერთხელ გავამახვილებ და ეგონი ცალკე პოსტას დავდებ ამაზე რას ნიშნავს რას წარმოადგენს და რას ახორციელებს აი ეს დაბოლებულ სახესაც ვიხილავთ და მე ჩავა ბოლო დღე იქნება ხვალ ამასობაში კი იქნება უკვე პირველი სართული იქაც კოლექტორების ამოსვლა ხდება ეგრეთ წოდებული შემრევი კვანძი ვინაიდან მინუს სართულში ვართ დარაგაკების გარეშე, ამიტომაც იქაც შეგვიძლია თამამად ჩავაყენოთ, დავამონტაჟოთ უბრალოდ ეგრეთ წოდებული შემრევი კვანძი და აქაც გვექნება შემრევი კვანძი. ამასობაში კიდე ტემპერატურის კონტროლით. ეთერი და პოტიოსანი ჯერჯერობით. მარლი ზონის თეატრის ბოლო სერია შეიძლება ითქვას, სისტემის აღორძინების ბოლო სერია. ვინაიდან წინ გველის კიდე წყალმომარაგების მიმართულება ეს მთლიანად კვანძი გამოიწვება და აქ იქნება ეგრეთ წოდებული ავტომატიური გაჩვენეთ მე რას წარმოადგენს ეს ეგრეთ წოდებული აკვადარაჟი სისტემა აკვადარაჟი რაც არის თქვენი უსაფრთხოება პატივცემულო მეგობრებო ეს დაიმახსოვრეთ ვინაიდან თქვენს გარეშე ის მუშაობს ვინაიდან ეს არის ეგრეთ ცენტრალური წყლის შემოსველი კვანძი და რაღაცა გაჟონა რო განხორციელდეს ამასობაში ხო წარმოიდგინეთ სამსართულიანი კონკრეტულ მიმართულებაში სამსართულიანი ფართი და გვაქვს რაღაც 7 სველი წერტილი 7 წერტილში ალბათობა იმისა რომ თუნდაც ერთმა მიზეულმა ხო წერტილმა გააპაროს არის ხო ეს პროცედურულ მიმართულებაში. ამიტომ დავიცო საკუთარი ფართი და უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამასობაში ხო მით უმეტეს კიდე ფიზიკურათაც და ბუნებრივათაც ვატყობთ ხო ეს რა ვიცი უკვე უნდა ჩავაბაროთ ისტორიას მით უმეტეს როცა არის ხო კომპრესია და არა პრესი მე დავაბასიკადის მილი გვაქვს 26 მმ-იანი შემოსველი კვანძი. მეორე მიმართულება ხალხჯერჯერობით აღორძინება, სისტემის აღორძინება, ხო, ვინაიდან ახალი წელი გვაქვს წინ და ამით ჯერჯერობით შემოვიფრაგლებით ფინალიდან ახლა კომფორტი გვაინტერესებს, ხო, უპირველეს ყოვლისა, ეს არის სითბო და სითბო არსებულ ფარს მივესით, ამასობაში გვახსოვს, ხო, ჭყალებში ეს მიმართულება, რომ სისტემა როცა არ მუშაობს და ჩვენ ამასობაში კიდე რადიატორებს ვამატებთ. ამასობაში აქ გვექნება სუპერკომბინირებული სისტემა, როგორც ყოველთვის, როცა ადამიანს რაციონალურად ყველაფერს უხსნიდა ლოგიკურ გადაწყვეტილებას იღებს, ესეთი ადამიანები არსებობენ, კი, მე ამას ყოველთვის ამის მომხრე ვარ და კი ბატონო, ეს სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან გვექნება მით უმეტეს როცა გვაქვს ორი ქვაბი, ხო, ეს ბოილერზე მუშაობს, ხო, ეგრეთ წოდებული ცხელეწყლის მომზადება, ის არის საკონვექციო 28 კილოვატიანი და 45 კილოვატიანი, ეს პატივცემული, ეს არის საკონდენსაციო, ხო? განსხვავება იმაშია, რომ ეს დაბალ ტემპერატურაზე უნდა მუშაობდეს, რომ მისი ეგრეთ წოდებული მარი კოეფიციენტით მოვიგოთ
ხო, ხარჯი შევიმციროთ, მაგიტომაც ამის, ხო, მიმართულება იმისა, რომ ეს არის საკონდენსაციო მიმართულება, საიდანაც პრინციპში სიტყვერათაც ეს წარმოდგენას რომ შეგიფრათ, კონდენსატიდან ხსნის იმ ზუსტად მარგი კოეფიციენტი, მაგიტომაც აღემატება უმეტეს შემთხვევაში. იქ ფიქციაა, რა თქმა უნდა, ამას არ ვეთანხმები, მე 103, 110 და ასე შემდეგ ვერანაირად ვერ იქნება. ვერცეთი ხო, აგრეგატის და დანადგარის მარგი კოეფიციენტი 100%-ზე მეტი. მიახლოებული არის ყოველთვის 92, 93. ზუსტად იმის ზღვარზე რომ არსებული აგრეგატი კონდენსატიდან ხსნის იმ კოეფიციენტს, კი ბატონო, ხო, ზუსტად იმ სიმძლავრეს უკვე ამატებს ყავს მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში უკვე საკონვექციო ეს არის საკონვექციო ქვაბი, კი ბატონო, პირდაპირ მიმართულება ბოილერი, მაგრამ ამ შესაბამისობაში შეგვიძლია გავაერთიანოთ და გავაერთიანებ სისტემას, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ხო? ამიტომაც 22 კილოვატი, კი ბატონო, არსებულ ფარს თქვენ წარმოვიდგინეთ, გვაქვს 45 კილოვატი, ამასობაში გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ. ამასობაში 22 კილოვატი არსებულ ფარს ეყოფოდა. თავისი ხელისწყლის მომზადებით ეს ფიქსი არაა მერწმუნეთ. ამიტომ აქ გვექნება ამ მიმართულებაში ხა ჯერჯერობით ამით შევიფრინავთ კიდევ ჯერ უნდა გავმეორდე, მაგრამ გვექნება სუპერ კომბინირებული საკვები აქ ჩაემატება, ვინაიდან გვაქვს, აკვირდებით ხო? ეგრეთ წოდებული ფილტრი, აუზის კონტური გვექნება 1, ჰელიოს სისტემა ჩაემატება, ამიტომ სუპერ კომბინაცია ამას ქვია, ესე იგი 1 ქვაბი პლუს 1 ქვაბი. ამასობაში ჰელიოს სისტემა, ამასობაში აუზის კონტური, ხო? ცხელი წყალი, უბრალოდ იქ უკვე თბილი წყალი უჭირდება და არა ცხელი წყალი. ცხელი წყლის მომზადება, რა თქმა უნდა, მზის კოლექტორებიდან პლუს, ხო? ამას ქვია შუნტირება, ვინაიდან როცა მზის კოლექტორებიდან გვექნება მომზადება ცხელი წყლის, ქვაბი არსებული აგრეგატი იქნება ჩართული ცხელი წყლის მომზადებაზე. თუ ამასობაში საკონდენსაციო, ხო? საკონდენსაციო ქვაბი როცა ამასობაში კიდე აღმოჩნდება ხოლმე ცხელი წყლის მომზადებაზე, მაინც ისმის ხოლმე, ხო? შეკითხვა, ვინაიდან ცხელი წყლის მომზადებაზე მან პატივცემულს კი ბატონო კონტურზე არის 80 გრადუსიანი მიმართულება და ამიტომ იმ კონტურზე შეიძლება ცხელი წყლის მომზადება და არა პირდაპირ დანიშნულებით იმ გათბობის კონტურზე რომ დავსვათ ხო ცხელი წყლის მომზადება რაც ამასობაში იყო ხო ერთი პროექტი ხო ამასობაში ის პატივცემული დამკვეთი არა სამწუხაროდ რა ქვია მისმეს იმედია რა დარწმუნებულა რომ მისმეს და ამასობაში ნუ გეშენიათ ხო როცა მე რაღაცას გეუბნებით და მიმართულებას გაძლევთ ნუ გეშენიათ ხო მოიხსენეთ ეს შიშის ფაქტორები და გექნებათ გაჯანსაღებული სისტემაა როგორც არსებულ ფარჩში ხო და არაერთი მაგალითი იმისა ქონია და არ ვიტრაბახებს რაღაც იქ უკვე ჯერ უნდა დავწმუნდი არსებულ მიმართულებაში და არსებულ ფარჩის თქვენ წარმოიდგინეთ რაღაც 2-3 დღე სანამ არ დავწმუნდი იმაში რომ შეიძლება სისტემის აღორძინება რა თქმა უნდა რაც აუნა ჩამოყალიბებული საკვები გქონდეთ, ამით არაფერი არ ეშველება, ხო? ვინაიდან მეორე მხარე, ხო? მეორე მხარე ეს არის მოხმარების მხარე, სადაც წავიდა ეგრეთწოდებული მიწოდება და უკუსვლა, ხო, რაღაცა იქ. პოსტებზე მისვარებთ ხოლმე რაღაცა პადაჩა აბრატკა, რატო იძახი პადაჩა აბრატკას, ქართველი კაცი ხო არ ხამოდით რა, რაღაცა ფიქციურ რაღაცა გამოხტომებს შეეშვით. მიმართულება დაიჭირეთ თქვენ თორე ახლა მიწოდება იქნება თუ უკუსა თუ პადაჩა თუ აბრატკა ამაში არაფერი არ შეიცვალა ვინაიდან დაწმუნებული ვარ რომ უმეტეს შემთხვევაში თქვენ გაინტერესებთ არა ლექსიკონი არამედ კომფორტი ხო და კომფორტი მიიღეთ და ნუ აქცევთ რაღაცა ეს ფიქსიურ რაღაცა გამოხტომებს კიდე თავი დაანებით ხო მით უმეტეს როცა ამ დროში რაღაცა თითოეული სიტყვა რაღაცას წყვეს ქვეყნის მიმართულებაში ამიტომ დაანებეთ თავი რაღაცა ამ გამოხტომებს უაზრო გამოხტომებს და მიმართულება არის ერთი რაც არ უნდა თქვას ადამიანს როგორც არ უნდა თქვას მე ეს მიღიარები ეგეც იმიტომ რომ 22 წელი ხო ხა დავამთავრე მე ხო განათლება მივიღე უკრაინაში და ამასობაში ეს სიტყვერად უკვე twin-ში მაქვს ჩაბეჭდილი და ჩვენ თუ ეს გაინტერესებთ მე ხა რა ენაზე ვილაპარაკებ ხო ამასობაში რა ვიცი მაშინ ლიტერატურული საღამოები გავმართოთ ხოლმე ხო აი რა ქვია ვაკეში არის ეს ხო ეგეც წოდებული რატო კაც რესტორანი ხო პაემანი ვაკეში აი რესტორანში პრინციპში ხო თუ ვერაზე დავждეთ და იქ მაშინ ვისაუბროთ ლიტერატურულ საღამოებზე და ჩვენი მიმართულება არის ხო პროფილური და პროფილ მიმართულებაში უმეტეს შემთხვევაში თქვენ წარმოიდგინეთ ტერმინოლოგია პადაჩა აბრატკა ხო ეგეც წოდებული კლაპანი ხო და რუკუსარქველი ეს უკვე ჟღერს ეს უკვე ხო პრინციპში ისევე როგორც ფილტრი ხო ფილტრი ნეიტრალურია საერთოდ იმ ენაზის ფილტრია და ჩვენი ენაზის ფილტრია მაგრამ მიმართულება ხო ერთია ხო ჭუჭყიანი წყალი ლაყუჩებში არ მიიღოთ გავაგრძელოთ აღორძინება სისტემისა კიდე იმას ნიშნავს რომ ხო არსებული მიმართულებაში სხვადასხვის ეს მიმართულება ამ შემთხვევაში აუცილებელია ვინაიდან არ ვიცი რატომ არის ასენ ხო ვინაიდან არსებული საცირკულაციო ტუმბო 45 კილოვატიან შესაბამისობაში იყო შეცვლილი ხო ამასობაში ჩვენ გვჭირდება რაღაც 8 მეტრი ვინაიდან ავიღოთ ხო ჯანსაღად ის ეგრეთ წოდებული სიმძლავრე ქვაბიდან და მივაწოდოთ სისტემას ამიტომ ჩაემატება მაგრამ ეს დროებითი მოვლენა არის ვინაიდან ეს ნასოსის გვასოს ხო როგორ იდგა ხო ესე ხო რა ქვია კომუნიზმის პიკივით ხო კომუნიზმის პიკზე დროშა რო იყო ამართული ისე იდგა ზუსტად ამიტომ კიდე кайხანი იმუშავა ვინაიდან რაღაც 7-8 წელი იმუშავა ამასობაში ამხელა ხო რა ქვია წანჯული ცხოვრება
გამოიარავ შეიძლება თან თითქოს. ასობაში ნუ ჯერ არ მოკვდა, მაგრამ კვდება, იმიტომ რომ პირველ სიჩქარე უკვე მოკვდა, მეორეზე მესამეზე მუშაობს, რაღაცას ფურთხონებს ასე ვთქვათ. ამიტომ ეს ამოიცუმა ვინაიდან კონტურებში ცვალებადი ხარჯი გვაქვს, ამასობაში მუდმივი ხარჯი არ გჭირდება და ამიტომ პირველად მეორე წრეში ამასობაში ცვალებადი ხარჯი აქაც არაფერს მოცემი არა ვინაიდან პირველ წრეში ყოველთვის გვაქვს ფიქსირებული ხარჯი, მაგრამ ასეულ მიმართულებაში გვაქვს საკონდენსაციო ქვაბი და ამიტომ გჭირდება ეგ სიხშირული მიმართულება. რატომ? ვინაიდან აქვს არსებულ პატრიცემულ ხო, საკონდენსაციო ქვაბს, ზუსტად აი ეს მოდულაციის ხო, ტაქტოვკა ამას ქვია კიდე ჩვენ ენაზე ამას ქვია ტაქტოვკა, მოდულაციის კი დაწევის უნარი 5%-ით წარმოედგინე 5%-ს ალგაზე. რაც არ აქვს არსებულ მიმართულებაში საკონვექციო ქვაბს. სამბერი შემთხვევები ყოფილა ხო, საკონვექციო ქვაბი დაერთებული გვაქვს ბოილერზე და ამასობაში წელიწადის გაცხელებას ველოდებით 3-4-5 საათი, როცა უნდა გააცხელოს 5 წუთში. აი ზუსტად ამას ქვია ხო, მოდულაციის შეცვლა, ვინაიდან იმ არსებულ სიმძლავრეს არსებულ მიმართულებაში კარგადაა ხო, უკვე მოქცეული, მაგრამ რომც არ იყოს, შეიძლება ხო მორჯულობა, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში და განსაკუთრებულად მე-4, მე-5 თაობის ქვაბებს აქვს ხო, ეგ ეწოდებული პოდმენიუ, სერვის მენიუში უბრალოდ შეცვლა და იმ სერვის მენიუში, პოდმენიუში შეცვლა ზუსტად იმ კოეფიციენტის პროცენტულ მიმართულებაში, რომ არსებული ზღვარი ის 28 კილოვატი, როცა ვერ იღებს ხო, ერთ კონტურიანი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს ერთ კონტურიანი ბოილერი, დაავწიოთ ზღვარი რომ არსებული მიმართულა აი თქვენ ენაზე რო აგიხსნათ ხო, ძალიან ბევრი მეუბნებით ხოლმე ხო, გაუგებარ ენაზე ლაპარაკობ, მაგრამ ახლა გაუგებარ ენა ჩემი არა, ვინაიდან ახლა პროფილ მიმართულებაში მე უკვე მიჩვეული ვარ ტერმინოლოგიებსაც და მიმართულებას, მაგრამ თქვენ ენაზე რო აგიხსნათ, ყოველთვის აი ყველაფერს თავი დავალებოთ. სიმძლავრე არსებული ბოილერის ყოველთვის უნდა იყოს მეტი ვიდრე ქვაბი. აი ამ შემთხვევაში იქნება ფენშუი ხო, როგორც ითქვიან, ფენშუი და არა პირიქით ხო, მძლავრი ქვაბი და ამასობაში 100-150 ლიტიანი ბოილერი. აი ამას ქვია, ზუსტად მე ტაქტოვკა რომ იმ სიმძლავრეს არსებული პატრიცემული უკვე ქვაბი ვერ გადაცემს, მაგიტომაც მე ელოდებით ხო 2-3 საათი რომ იმის მაგივრად რომ 5-6 წუთში მაქსიმუმ 10 წუთში მიიღოთ მთლიანად გამოცილი ბოილერი, გაცხელებული, მაგიტომაც საუპირატესობა ერთ კონტურიანის ხო, ეს არის ერთ კონტურიანი, სხვადასხვა ხო, ეს მქონა უკვე ნათქვამი და კიდე გამიორდები ერთ კონტურიანი, სისტემური, ვინაიდან ეგრეთ წოდებული სამსვლიანი ეგრეთ წოდებული სამსვლიანი აგერაა უკვე ხო ჩამონტაჟებული სისტემაში და ეს არის სუფთა ერთ კონტურიანი, ვინაიდან უკვე არსებულ მიმართულებაში ამას სხვადასხვა დავამონტაჟებ აქ იქნება სამსვლიანი, მაგრამ უკვე ოფიციალურად უკვე ეს არსებულ მიმართულებაში უკვე ვიღოთ გაფიცნობიერებულები, ვიცოდეთ რომელ პორტზე დავაერთოთ და ელექტრონულად მართოთ. ამ შესაბამისობაში სხვადასხვა ამ ორივე პატრიცემულ ქვაბებს აქვს ეწოდებული პროტოკოლი, ოპენთერმის პროტოკოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება საერთოდ დისტანციურად მართოთ ორივე ქვაბი, ხო? განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში, როცა გაზზე, ხო? გაზზე აი ყველაზე პრობლემატურობა არის, როცა გაზი დაუშვათ, ხო, ასეთი შემთხვევა გაითიშოს და განსაკუთრებულად იმათ ეხებათ ეს ვისაც აგარაკები გვაქვთ, ამასობაში იქ არ ვიყოფებით, არაა შეშვებული გლიკოლი, ხო? თქვენ ენაზე ანტიფრიზი და ამასობაში გაითიშა სისტემა, ვინაიდან რაღაც ქსელზე დაზიანდა გაზის მაგისტრალი და გაარემონტეს და გამოუშვეს. აი ამ შემთხვევაში, როცა ქვაბი არის ჩართული, სამ ცდას განახორციელებს და გავა შეცდომაზე. ამასობაში სალამ ადამიანი არ მივა და ფიზიკურად აი ამ პატრიცემულ რესეტს ხო? არ დააჭეს ხო? ვინაიდან ეს არსებული შეცდომა არ მოიხსნება და ქვაბი არ გაიშვებს. აი დენის წასვლის და მოსვლის შემთხვევაში ქვაბი გაიშვებს. და იმ ზუსტად იმ მიმართულებას რაც მე ავსახე რომ ოპენთერმის ეგრეთ წოდებული პროტოკოლით მაქვს ხო ეს პროექტებში ნაჩვენები შეგვიძლია ინდივიდუალურად ვესაუბროთ, აი როგორც ეკრანის წინ დაუდგებით და ვესაუბრებით ქვაბს, ისე დაუკავშირდეთ smartphone-ის მეშვეობით მოხსნათ შეცდომა, დავინახოთ რომ სისტემა ჩაერთო და გავაკონტროლოთ ნებისმიერი ხო თუნდაც 15 საათიანი ფაქტი რო იყოს, რატომაც არა სასტუმრო კომპლექსები ყველგან გვეცოდინება რა ტემპერატურის ზღვარი გვაქვს. ეს თქვენი კომფორტია და განსაკუთრებულად მაშინ როცა გვექნება აი ეს სუპერ კომბინაცია ხო, მასობაში აუზის კონტური კიდე ჯერ მეორე, ფიატაკის გათხოვა გვაქვს, რადიატორები, ორი ქვაბი და ცხელიწის მომზადება. ამას ქვია სუპერ კომბინაცია. სუპერ კომბინირებულში ყოველთვის უნდა იყოს კონტროლი. მავნეობა გვაქვს ხო, ეს კლინჯი. ხო, ჩემენაზე, რა ვიცი, კიდე გიწყინოთ, კიდე გაიხართ, მაგრამ ჩემენაზე არის კლინჯი. ამასობაში თქვენ წარმოიდგინეთ, აი უბრალოდ რო არაფერი არ გავაკეთოთ, იმ სისტემაში უმეტეს შემთხვევაში სკალინჯი რო ამოჭრა და პირაბი გაუშვა ეგრეთ წოდებული მიწოდება და უკუსვა, პადაჩა და აბრატკა, კი ბატონო, მიწოდება და უკუსვა, ამასობაში სისტემა შეიძლება აღორძინდეს კიდე, ხო? ეს არის ფიქცია, მაგრამ შეიძლება უფრო რაღაც პროცენტულ მიმართულებაში აღორძინდეს, ვინაიდან მავნეობა წარმოადგენს ზუსტად ის გიდრო გამანაწილებელი, ხო, გიდროსელკა, რო უძახეთ თქვენ იმას, იმის დანიშნულება უნდა იცოდეთ მისი მიმართულება. იქ არის ზუსტად ხარჯების გათანაბრება, ხო? გაწონასწორება უფრო სწორად და ხარჯების შერჩევა, ეს უკვე არის
დამოკიდებული განათლებას. განათლება აუცილებელია, კი ბატონო, განათლება პრაქტიკის გარეშე ფიქცია არის და ისევე როგორც პრაქტიკა განათლების გარეშე. განათლება კიდევ უფრო მიმართულებაში უნდა იყოს განათლებულები. თუნდაც ნახეთ, აი იმ მიმართულებაში რომ აი ვითომ არაფერი, მაგრამ აი არსებულ კლიპსებში ეგრეთ წოდებული სამაგრები ხო, როცა არის ეგრეთ წოდებული ქარხნულები ხო, პლასტიკათი ხო, ეგრეთ წოდებული პოლიპროპილენის მილები გვაქვს, მაგრამ არ მიღებული შევცვალეთ, ვინაიდან ახლა მოგვიცა ამის საშუალება და ეს თუნდაც მანძილი და ვერტიკალები ამასაც გავალეხა და გაჩვენებთ, ხო? მოგვიცა იმის საშუალება, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მაინც აი იქიდან უკვე ჩადის ქვემოთ და იქ მერე უკვე პირველ სართულზე ახლა შევავთ. იმასაც გაჩვენებთ უკვე იატაკში არის ჩადებული, ხო? იატაკში სუნთქავს, კი წარმოიდგინეთ, მილები თქვენ აგებულოთ, რომ იატაკში თუნდაც შებუთული მილი არ სუნთქავს. იქაც სუნთქავს. იქაც ხდება პროცესი, რასაც ქვია დიფუზია. მაგრამ ამ შესაბამისობაში ნახეთ ახლა ეს არსებული კლიპსი რომ ბოლომდე მოუჭიროთ, არ განხორციელდება გაფართოება და გვექნება აქ აი ესე, ხო? ლენგანის დუგავ რო იზახიან პრინციპში, აი ესე აწეული, ხო? ცხვირივით. და ამასობაში ნახეთ, ხო, როცა ფართოვდება პოლიპროპილენის გაფართოების კოეფიციენტი, ნახეთ, ხო? როგორაა გასწორებული ხო დიაგონალზე ჰორიზონტალზე უფრო სწორად პრინციპში და გასწორებული იქნება ყოველთვის და ის უნდა იყოს უბრალოდ დაფიქსირებული რომ ნასოსი აი იდოს ხო ფიზიკურად და ფაქტურადაც იდოს ამიტომ ეს უნდა იყოს მოშვებული აი ვაგვირდებით ხო თავისუფალ მოძრაობაში ვინაიდან გაფართოებას დაიწყებს ვინაიდან ტემპერატურის გაფართოების შესაბამისად მაგრამ აი იქ არის ეგრეთ წოდებული მუხლში დატოვებული ეგრეთ წოდებული უკვე დეფორმაციული ზაზური ხო შოვი სადაც პრინციპში აი ამ გაფართოების კოეფიციენტს და მასობაში რამდენზე გაფართოვდება ესეც უნდა ვიცოდეთ ვინაიდან შემცველობა მაგიტომას ვიზახი და მაგიტომას ქადაგებ, უნდა გამოიყენოთ და არა მინაბოჭკოვანი, არამედ ალუმინით არმირებული შრიანი მილები, მინაბოჭკოვანი მილები და განსაკუთრებულად აი ეს იდიოტობა ხო? აი ეს ზუსტად აი ეს იდიოტობა ხო? აი ეს რავი ზუსტად დაადებ და დრნება ეგრევე ხო? საღიჭი რეზინასავით, საერთოდ უნდა ამოვაგდოთ ხო მიმართულებებში. ვინაიდან უნდა გამოიყენოთ ეჯოდა სამუდამოდ მერწმუნეთ გათბობის სისტემებში მთლიანად ხო? უნდა გამოიყენოთ არმირებული ალუმინის ფოლგირებული, ხო, ფოლგით ეგრეთ წოდებული არმირებული მილები, მეწმენთ ეს ასე. გადავინაცვლოთ ახლა, ხო? ვიხილავთ ამას ყველაფერს, ამასობაში აი გვიქნება კიდე ხისტი წყალია გადამეტებული კალციით გაჯერებული წყალი გვაქვს და გვიქნება დამრბილებელი, ეგრეთ წოდებული კოლონალური მიმართულება გვიქნება, დარბილება, ფილტრაცია პლუს დარბილება და მივიღებთ ჯანსაღ წყალს. რატომაც არა? ხო? გადავინაცვლოთ ახლა ნელა სისტემისკენ სულნელა როგორც ორთის უკვე ახლა ამ შემთხვევაში უკვე ავდივართ ქვემოდან ზემოთ, ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ და ასე შემდეგ, ხო? არსებული კოლექტორების გვახსოვს, ხო? არსებულ მიმართულებაში უკვე მინუს სართულში ვიმყოფებით და ამიტომაც აღიბეჭდა, ბევრს გაუკვირდება, მაგრამ აუცილებელია თქვენ წარმოიდგინეთ, იატაკის გათბობაში, გარდა უბრალოდ არა მხოლოდ იატაკის გათბობაში ეგრეთ წოდებული შეერევა ტემპერატურის მომზადება, ვინაიდან მინუს სართულში ეს ყოველთვის შემაწუხებელი იქნება. დანაკარქები არ აქვს, ხო? მინუს სართულში ეს არის ცოკოლში, ხო? სადაც კედლებს დანაკარქი არ აქვს, ამასობაში ყოველთვის გვექნება გადამეტებული ტემპერატურა. აი ეს რო განხორციელდეს, მაგიტომაც უნდა იყოს ტემპერატურის მომზადება, ფიქსირებული მომზადება. სიშვილი ტუმბო ხო, ვიყენებთ ჩვენ ამ მიმართულებაში ყოველთვის, ვინაიდან ჯერ ესეთი გვაქვს ხარჯი ცვალებადი, ეს თქვენ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ფიქსირებული ხარჯი არასოდეს არ იქნება, ვინაიდან რადიატორებზე ამასაც ვიხილავთ, ეხლა გვაქვს თერმოსტატიკური თავაკები და აი ესეთი რეალობები, ხო, სამწუხარო რეალობები, ვინაიდან აი ვაგვირდებით, ხო, უკვე გაჯასაღებულ სისტემას პრინციპში ისედაც ეთყობა, ხო, იმედია ფოკუსირებას დაიჭერს, უკვე ვაგვირდებით, ხო, აღორძინებულ სისტემას ქვია, რომ ეგრეთ წოდებულ მიწოდება და უკუსვლაში გვაქვს ჯანსაღი ტემპერატურა, ტემპერატურულ ზღვარზე, ვინაიდან გვაქვს პირველადი მეორადი წრე, ხო? აი არსებული მიმართულებაში რატომაც არა ყოველთვის მეხალისება საბუხრე, ხო? გასათობის ზონა, ხო? სულიერი ზონა, ამას მე ვიტყოდი და აი ფიქსიების გარეშე, ხო? ყოველთვის თავის უბრალოდ რადიატორის სარგიჩვენებთ, აი თერმოსტატიკური მართვა ვაკვირდებით, ხო? გაჯანსაღებული არა. გასული რეჟიმზე, ვინაიდან როცა რადიატორი გადის რეჟიმზე, აი ესეთი მიმართულება თერმოსტატიკური თავაკი, როცა მიუთითებთ ჩვენ ტემპერატურას, ამ მიმართულებაში ვაკვირდებით, ხო? ახლა ამას შევუზღუდავ და დავაყენებთ აი ზუსტად ამ მიმართულებაში 64 შუა, რაც ნიშნავს იმას, რომ გვექნება როცა არსებულ სივრცეში ტემპერატურა 23-24 გრადუსი, ის არსებული რადიატორი, აი ეს ზუსტად არსებული აგრეგატი, რასაც ქვია რადიატორი თავისით დაიკეტება რადიატორს სხვადასხვა ბევრ შეშენია ხელს რომ მოკიდებს, აი ცივია ცხელია, როცა თერმოსტატიკური მართვა ადამიანობა კიდევჯერ გაათვისებიერეთ ეს, რომ ის თერმოსტატიკური მართვა სხვანაირად ვერ ახორციელებს, ხო, მიმართულებას, ვინაიდან ის უბრალოდ იმას უზღუდავს, ვინაიდან ტემპერატურის კონტროლი სხვანაირად ვერ გახორციელდება. ამიტომ ის იკეტება, უბრალოდ იკეტება, ამიტომ ამის ნუ გეშენია, თქვენთვის თავი უნდა იყოს სივრცეში ტემპერატურა, ხო, დავით? ტემპერატურა.
ეს უკვე ფოიერში პირველი სართულისაში გაკასკაშებული აქაც რადიატორი 1 და მეორეც, ხო? აი აგეთ ეს განსაკუთრებულად საჭიროა. ეს პატივცემული რადიატორი და ეს იქნება გადამეტებულ რეჟიმზე, გადამეტებულ ჭყალებში, ვინაიდან აი ვაკვირდებით, ხო, კიბის უჯრედია და ვიტრაჟები იწყება აქედან. აი ამ ზონაში რომ დავდგეთ ახლა თუნდაც კიბის უჯრედიდან, აი ეს ტემპერატურის დაცემა ქონდა მე ამაზე, ხო, უკვე მსჯელობა ზემოთ და ქვემოთ, გამოიწვევს დისკომფორტს აი ამ ზონაში. ამიტომ აქ უნდა განვახორციელოთ, ხო? იძულებითი კონვექცია არსებული რადიატორის ზღვარზე, არსებული კონვექცია აქვს რადიატორს, იატაკის გათბობას არ აქვს. და კონვექციის ზღვარზე ეს ტემპერატურის ზღვარიც უნდა მოიხსნას, ხო, რის საშუალებას მოგვეცემა ახლა ჩვენს არ ვართ კივები, ხო? ვინაიდან აი უკვე ჭირდებოდა ეგრეთ წოდებული ცური დანადგარი, რომ წასულიყო და ის ტემპერატურული დაცემა ვიტრაჟებიდან არ განხორციელებულიყო. გასვისად, ყველაფერს მაინც სუნთლად მაინც კი ვერ გავახორციელებთ, ხო? რა ვიცი, ჩვენს არ ვართ კივები, აი ეს ეხა ამ ზონაში კიდევ ერთი რადიატორი, აი დაიწყო უკვე კონექციას ვაკვირდებით, ხო, რა მშვენიერი კონექცია აქ, აი გაშლა ზემოთ რადიატორის თავზე, ეს არის კონექციის მაჩვენებელი. კონექციის მაჩვენებელი კიდე არის დამოკიდებული რადიატორის ქვემოდან იატაკიდან სიმაღლეზე რადიატორამდე. ამასაც გაითვალისწინეთ ხომ ბევრი შეკითხვები ისმის ხოლმე, ხო? აი აქაც სამწუხაროდ არის მინიმალურზე დაწეული, აი მივხვდით ხო, რაც გულისხმობ. იატაკიდან რადიატორამდე უნდა იყოს ეგრეთ წოდებული ოქროს გერმანული სტანდარტი, მერწონეთ არის 20-25 სანტიმეტრით დაშვებულია, თქვენ წარმოიდგინეთ, აი 20 სანტიმეტრი 18-დან 20 სანტიმეტრზე არის სუპერ იდეალური. ვინაიდან მუშაობს სულთან, ფაქტიურად კონვექცია. ავალთ ახლა ნერვლა პირველ სართულზე და იქაც შევიხილავთ იატაკის გათბობის მიმართულებებს. ესაც შეეხება კონტურს, ხო? კონტურის ერთგვარი, ნახეთ ხო? ერთგვარი არა, ნამდვილად არის ეს კონვექცია, ნახეთ რა შვება, აი ამას ქვია კონვექცია. თქვენაზე სიფუსან არ ეკრე. აი აქ ახლა ხუფით თუ გაუკეთდება, ეს არ უნდა დავგარქოთ, ამიტომ დეკორატიული ცხაურები, აი ხო, აი მონაკვეთში ცხაურები დეკორატიულები და აი ეს ფაქტიური სითბო. ხედავთ ხო ეკრანზე, ნახეთ რა მშვენიერ მოდის. სითბო მიისრაფის ზემოთ. გამარჯობათ ეს მე ვარ. გადავინაცვლოთ ახლა შემდეგ. ვასოს ხო? ერთადერთი აი პატივცემულ უკვე სექტორში დაემატება, კი ბატონო ეს უკვე ახალი წლის მერე ეტაპი იქნება და ეს რადიატორის გაგუგუნდება ჩვენაზე, კი ბატონო, გაგუგუნდება. ისევე როგორც აი ეს ხო, ვასოს ხო, პატარა მინიატიური რადიატორი და ობა, რომელიც არ მუშაობდა მოსავალში, ხო? ჩვენ ვამატებთ და პირიქით მუშაობს. ეთქო ჩვენ პირიქით ვარსებობთ. ხო? თერმოსტატიკური მართვით, აუცილებლად. თერმოსტატიკური მართვა, ეს არის თქვენი ეკონომია და მინი ბალანსირება თუნდაც სისტემის. საშრობი ნაღარამათებ ახლა შუგზა. აი, აღიქვათ ხო? საშრობიც არის გაგუგუნებული, კი ბატონო, ნამდვილად გაგუგუნებული. დამატებითი ხო? ეს დამატებითი ოფცია ამასობაში მოხსენს იმას, რომ არსებული სექტორის დანაკარგები უნდა იყოს შესაბამისობაში თბურ დანადგართან, ხო? ჩვენ შემთხვევაში თბური დანადგარი ეს არის რადიატორი. აგრეგატი ქვაბი, გვასოს ხო, ეგენი სახსენი. იგივე რაად ეს პატივცემული, აი ზუსტად იქიდან რაც მოხსენით, 6 სექცია დავამატეთ აი ამ პატივცემულ რადიატორს, ხო? წარმოიდგინეთ ხო, 6 სექციით ნაკლებობაში იყო ამ ხელა ფარჩი, ვიტრაჟი, მესამე სართული, სახურავი დანაკარგი, რა თქმა უნდა, ამიტომ ვერავინ დამარწმუნებს, რომ იქ იდეალურად იქნება ხა დათმუნებული, გამავალი კედელი. ამასობაში ბაბაბა, ხო? როგორც კომუნიზმის პიკი, ნახეთ ხო? კომუნიზმის პიკზე უბრალოდ დროშა თავისუფლების. ესე ვიცით ჩვენ. დავამატეთ და სისტემას აღორძინდა, ეტყობა ამაში იყო პრობლემა. მივიდივართ შემდეგ ისე რა მაგარი იქნებოდა ხო და იდეალური აი სექტორში, აი ზუსტად აი სექტორში, ვინაიდან თქვი ხო მე სავსახე თუნდაც მინიმუმი ერთი რადიატორი აი იქ, თუ კარებთან დანაკარგი მოგვიხსნას. ხო, აქ ახლა პირაფერს დავამონტაჟებდნენ, ხო, ჩვენ აფერა დაგვიმონტაჟები აქ. ხო, დავაღორძინეთ სისტემა, მაგრამ სუპერ, ხო, ზე იდეალური უბრალოდ იქნებოდა იატაკის გათბობა, თუნდაც აი კორიდორში მაინც. ბეშუ გეშინიათ საძინებლებში იატაკის გათბობა. ის არის მართვადი. აი ის 4 სექცია კიდე ამ პატივცემულში ჩავამატეთ, ვინაიდან უკვე აქ არ გვიძლებოდა მეტის, მაგრამ ახლა მერწონეთ შემოვედით მესამე სართული გაყინული იყო ამასობაში ერთი კვირის ციკლით. რა ვქნათ, ვაპატიეთ, ჩვენს ხირურგები ვართ, იმიტომ რომ თუ პაციენტი არ დავაწვენეთ საოპერაციო ეგრეზოდებულ მაგიდაზე თუ სტოლზე ხო, ვერაფერი ვერ განხორციელდება. ვაკვირდებით ხო, გაგუგუნებული რადიატორი. თერმოსტატიკური მართვით, აუცილებლად ყველა რადიატორის გარდა საშრობებისა.
შემაწუხებელია სულ წერტილებში. ხო, სულ წერტილში საშხაპეში განსაკუთრებულად კი ბატონო. ის ვერანაირად ვერ იქნება, ხო? აი მაგიტომაც აი, ხო? კაკაშკაშებული, ხო? ამასობაში. კაშკაში გაუდის, მაგრამ ბაბა, ხო, აი სადაც უნდა ყოფილიყო, ხო, ამასობაში იატაკში, ხო, განსაკუთრებულად. იატაკის გათბობა, ხო, სულ წერტილებში, საშხაპეში ეს ხო აუცილებელია, ხო? ემონტაჟეებო და დამკვეთებო თქვენს, ხო, საომაროდ გაითვალისწინეთ ეს რომ აუცილებლად გააკეთეთ იატაკის გათბობა საშხაპეებში. თუ საძინებლებში გეშინიათ. საძინებლებში არაფერი საშიში არაა, მით უმეტეს აი ამხელა როგორც არის, ხო, აი. რა ვიცი, მავზოლეუმივითაა, ხო? ხო, ამხელა კი ბატონო, არსებული ფართი, ყველა გამავალი კედელი და ამასობაში კიდე კაი, რომ ამ შესაბამისობაში ორი ცალი რადიატორი გვაქვს ერთი და მეორე. მეგონი საომაროდ დავით, აი ეს ეგრეთ წოდებული ფენშუი ხო, გაუქმდება და იმპატვისებელს კიდე უნდა დავამატო, რომ კიდე კარგად ეშველოს სისტემას. როგორც აი იმპატვისებელს. იმპატვისებელს შეგვიძლია კიდე დავამატოთ ერთი ბარაქიანი 6-7 სექცია, რატომაც არა, თუნდაც გვერდული დაერთებით, იმიტომ რომ გახსოვთ ხო, რადიატორში დება ხარჯი. აი ეს ფიქსირებული ხარჯი და მაგიტომ ვაგვირდებით რომ არის გაკაშკაშებული წითელ ფერში. არა ლურჯში, არა მწვანეში. აი იგივენად აი ამ პატვიცემულს და ემატება ფიქსია ეთქობა ეს. ხო, პროვიზორი, არაფერს მომცემი არაა. რა ვიცი. ხო და აი ზუსტად ამ მიმართულებაში ჩავთავ ერთწუთი და აი მიმართულებაში ზუსტად აი ეს ხო, აი ეს მონაკვეთები კი მოგცემს იმის საშუალებას რომ ეს პოლკები, ხო, თაროები უფუსრად მაგაც უკაცრავად. ხო, თაროები მოიხსნება და შეგვიძლია კიდე ერთი 6 სექცია დავამატოთ. რატომაც არა, ანუ ერთი რადიატორი ეს არსებული კიდე უნდა გავწიროთ არა, რატომ უნდა გავწიროთ? გადავალაგოთ, გადავანაცვლოთ, უბრალოდ მიწვიში და ამის ნაცვლად კიდე ჩავამატოთ Global VIP, ხო, რატომაც არა, ხო, ვაგვირდებით, ხო, გაკაშკაშებული არაა ფიქცია, ხო? მინუსში, ამასობაში მესამე სათუზე როცა არაფერი არ მუშაობდა და აბრატკაზე უკვე არის მოსული 40 გრადუსი, მეგონი, დასტური მეტი არაფერი არ გჭირდება, ხო, თუნდაც გვერდითად დაერთება ზემოთ, ქვემოთ. ამიტომ ხარჯი კი ბატონო პროცენტული შესაბამისობაში დიაგონალი რა თქმა უნდა უპირატესობაში არის, ხო? ეწოდებული ქვემოთა დაერთება ის იდეალურია, ვინაიდან სისტემა არ ჩერდება, ვინაიდან ჰაერი მიისწრაფის ზემოთ და ამიტომ რადიატორი არ გაჩერდება. აი დიაგონალზე რო ჰაერი დაიგროვოს, ის უკვე გაჩერდება, ვინაიდან მას კიდე ჭირდება ქვემოთ ჩამოსვლა. და ამასობაში ქვემოთა დაერთების უპირატესობა ამაში გამოიხატება. ამიტომ რადიატორის ფიქსირებული ხარჯი, ხო, მესამე სართული. ამით დასრულდა ჯერჯერობით და აი მეორე ეტაპი უეჭველი, ხო? 100%-იანი. ვიცი მე პრინციპში რომ დაემატება 6 სექცია აქ და 6 სექცია აი იქ. რატომაც არა მეძლო ამის საშუალება, ხო? კიდევ ერთხელ ვიზახი. რომ დავამატო და სისტემა ავაღორძინო. მაგალია. არ მუშაობდა სისტემა, დავამატე რადიატორების სისტემა მუშაობდა. ნეტრანაირად. ჩავდივართ მეორე სართულზე. აქ უკვე გვაქვს იატაკის გათბობა, კი ბატონო, ახაც ვაგვირდებით, ხო? გაგვიდის კაშკაში. ცოტა მილებს შორის ძალიან დიდი დაშორება და ამიტომ არის, აი ესეთი მონაკვეთები, ნახეთ, აი. ხო, ესეთი მონაკვეთები არ უნდა იყოს, კი ბატონო, გაშლილია მილი და მაგიტომაც. ამიტომ ქაოსურად ნუყრით ხოლმე მილებს, იატაკის გათბობა არ არის ქაოსი, ის ყოველთვის უნდა იყოს შესაბამისობაში. აი განსაკუთრებულად გვახსოვს რა გითხარით, მე და როგორ გითხარით. აი აქ ვიტრაჟების წინ აი, ვაგვირდებით, ხო, ვიტრაჟებში რო შედის, არის მკვდარი ზონა. ამასობაში პირიქით უნდა ყოფილიყო, აი, ვაგვირდებით, ხო, პირიქით. ვინაიდან აი ეს მონაკვეთი უნდა ავითვისოთ, რომ აი აქედან ფაქტიურმა სითბომ მოხსნას არის დანაკარგი ვიტრაჟი და ვინაიდან პირიქით იქნება დაცემა. ვინაიდან მაღალი ვიტრაჟია. პატარა ფანჯრის შესაბამისად, ხო, ფანჯარა იმდენ საშუალებას ვერ იძლევა, რომ ზემოთ და ქვემოთ დაეცეს ნაკადი. ხო, კონვექცია. პირიქით შემოტიარებული, ეგრეთ წოდებული რევერსულად. ამიტომ უნდა იყოს ყოველთვის აი ზუსტად მისული ვიტრაჟამდე. გვეძლევა ამის საშუალება და რატო გამოტოვეს არსებულმა მემონტაჟეებმა? ეს შეკითხვა არის, ხო? ისევე როგორც აი კარებებთან, ხო, აი პირიქით ულიტკა ჩახვეველი, ხო, ეგრეთ წოდებული, ხო? ულიტკა, კი ბატონო, ჩვენ ენაზე ულიტკა კიბე. აქ უნდა იყოს პირიქით კიბე, ვინაიდან მოიხსნას ვიტრაჟზე დანაკარგი შემოსასვლელი კარები არის და შესაძლებლობა ამასობაში კიდეც ეძლეოდათ რომ ყოფილიყო აი ერთი პატარა მინიატიურა რადიატორი აუცილებელია, ის იქნება ნიმუშავის როგორც ეგრეთ წოდებული ზავესა, ხო? აი კარები გაიღო, დაიკეტა და ის იმ დანაკარგებს ინაზღაურებს. და ისევე როგორც სველ წერტილებში. აქ საშლაპი არა, სველი წერტილია და
აი ეს არსებული ხო, აღორძინებული ხო, იატაკის გათხოვა, რა ვიცი, ბევრი მეკითხება უკვე და ეგრეთ წოდებული კიდევ ერთჯერ TSG თავაკები ქვია იმას, რომ გადინებაზე აკვირდებით ხო, ქვემოთ გადაერთებებზე ის შესაბამისად ამასობაში გრადაცია აქვს ისეთი მშვენიერი, ხო, გრადაცია ტემპერატურის ქვია ჩვენ ენაზე, ხო, აი ეს გრადაცია. იწყება თქვენ წარმოიდგინეთ, ნახეთ, შეკითხვა იყო დასმული, რატო 20 გრადუსიდან? 20 გრადუსი აქტუალური არის, პატივცემულებოდა მაგით, ხო? 20 გრადუსიდან იზრდება იმის საშუალება, როცა გასაკვეთებულა სრულ წერტილებში და შუალედში, ხო, შუაში. გამიждოლე. ჭირდება 20 გრადუსი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იატაკის გათხოვაც იმუშაოს 20, 25, 30. ამიტომ გვეძლევა საშუალება, რომ თერმოსტატიკური სამსვლელი შერევით ფიქსირებული ტემპერატურა წავიდეს და იატაკის გათხოვაში, მთლიან კონტურებში და შესაბამისად მე ინდივიდუალურად და განსაკუთრებულად არსებულ ფარში, სადაც არაა თერმოსტატიკური მართვა, მაგრამ თერმოსტატიკური მართვა ტემპერატურის რეჟიმზე, ხო, ეს ფიქსია რაა, ხო, არაა პანაცე, ოფოსურად ფიქსია რაა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ტაფაზე, ხო, ტაფაზე წარმოიდგინეთ, ტაფაზე ვდგავართ, მაგრამ ტემპერატურა სამ არ გაითიშება, ეს უნდა ავიტანოთ. ამასობაში გვეძლევა საშუალება ინდივიდუალურად, ხო, კონკრეტულ ნებისმიერ კონტურში უკვე ფიქსირებული ტემპერატურით თბომატარებელი წყალი შევუშვათ კონტურში, ხო, სივრცეში არ გულისხმობ, კონტურში, მილებში. და ვაკონტროლოთ ის, ხო, ვაგვიდებით, ხო, ახლა აქედან მერწმუნეთ, ისე თუ გამოდის, რომ არის, ხო, ამასობაში რატომ მერწმუნეთ, გასვალი რა ყველაფერი, ხო? ფიქსირებული, ეგეცოდებული უკუსვა და ეგეცოდებული შერევა. ხო? სექსუალური ტომბო, ხო, ეგეცოდებული პარალელური ხარჯი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის მართვა, კონტროლირებადი ხარჯი, ყველაფერს ვიცეს, მაგრამ პარალელური და პროპორციული ხარჯი. შეგვიძლია ამას უწოდოთ გამარჯვება, ხო? იმიტომ რომ ეხალისება თუნდაც, იმიტომ რომ ისაც არ მუშაობდა, ის არ მუშაობდა. იგივე არის დიდი პარტია ზანა სხვათა შორის. ზანაში თუ შედივართ, აქაც ნახეთ, ხო? აი ეს მონაკვეთი. ხო? სამწუხარო რეალობა არის ის, რომ რა თქმა უნდა ამის გარეშე, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობა არა, სხვათა შორის ასეულ ფარში, რომ კიდევ კაი, ხო? უფლის წყალობით, ღმერთის წყალობით, ხო? და ღმერთის ნებით მოგვეცა იმის საშუალება, რომ თუნდაც აი ერთ, ხო, ეგრეთ წოდებული ვერტიკალზე იყო, აი ესეთ, ხო? აყვანელი, ხო? ეს სატელევიზიო მაგისტრალები და მოგვეცა იმის საშუალება, რომ ხარჯები თუ არაა პრინციპში ის ფიქსირებული, ხო? ფიქსირებული ხარჯის გარეშე არაფერი არ გვეშველება, იმიტომ შეზღუდულობად 32-იანი მილი მოდის საქვაბიდან და მორჩა, ხო? გროვების გარეშე. მოგვიწევს მინიატურული, ეს არაფერი არაა, ხო? მეწმუნეთ, აი ეს არსებული, ხო? დეკორატიული მიეფარება, აი აქ, მაგრამ აღორძინებული სისტემის შენაწილი ეს მეგონი, რა ვიცი, მინიმუმ მიღებული არა. ეს არის სუპერ, ხო? ზე მიღწევა. აი ეს მონაკვეთი სხვადასხვა საერთოდ გაჩერებული იყო და ამასობაში ვაგვირდებით, ხო? გუგუნ, ხო? გუგუნ ჩვენ ენაზე. გუგუნი სამწუხარო რეალობა ესაა კიდე ვაგვირდებით, ხო? აი ნახეთ ფარდების იქით მკვდარი ზონა, ამას ქვია მკვდარი ზონა, ვინაიდან ხო? ტიპაჟებმა, რა ვიცი, ხო? მემონტაჟეები. მემონტაჟი ტიპაჟი არ უნდა იყოს, ხო? მემონტაჟი უნდა იყოს, მემონტაჟზე გათვისებები უნდა კონდეს. ვიტაჟების წინ ეს არის აუცილებელი ზონა. აი აქ თუ არის, ნახეთ, ხო, ვაგვირდებით, ხო? აი ეს ლურჯები ნიშნავს იმას, რომ ვიტრაჟთან ახლოს მისული არ არიან სამწუხაროდ. იგივენაირად, ხო? აი, ხო, რატომ? ვინაიდან პირიქით უნდა იყოს, ხო? უნდა იყოს პირველი, ხო, ერთ წოდებული მონაკვეთის, აი ეს მით უმეტეს გამოვალი კუთხე მოხსნა ტემპერატურის, ხო? ვინაიდან შუაში აი აქ, ხო, მით უმეტეს როცა არის აი ესეთი ზონა, ხო? ამასობაში ეს ხო, გასართობის ზონა, ხო? ისაღები ერთ წოდებული ზავა, ხო? ტელევიზორი, ფენშუი და ასე შემდეგ, რომ შემაწუხებელი არ იყოს ვიტრაჟი და გამოვალი მთლიანი კუთხე წარმოიდგინეთ. აი ეს არსებული კედლი თურთ. ამასობაში აი ეს პერიმეტრი უნდა მოიხსნას, რომ დისკომფორტი არ შევიგზნოთ. აი ესეთი სახით, რა ვიცი, ხო? ესეთი, რა ვიცი, მკაფიო და დადებით ნოტაზე, შემიძლია წერტილი დაუსვა როგორც ყოველთვის და მე კი მსიამოვნებს ის, რომ არსებული მიმართულებაში და არსებულ ფარში მივაღწე იმას, რასაც ქვია არსებული ფართვის, არსებული სისტემის აღორძინება. ეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის, მომავალ შეხვედრამდე.